აი გურიაში ეს მიყვარს. იმღერებ შენ ჩემო ლამაზო გურია. სინჯობთ მოკლედ გურულ გემრიელობებს დღეს. დავიწყე. ბევრი გემო ერთად მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან განსხვავებული და საინტერესო კერძია. გურული სახელი აქვს თლა. გურიაში განსაკუთრებული ჩაი მოდის. ნახე რა სოლამაზია. ეს არის მთელი სიმდიდრე. კასრები არის ოთახები, ხო? გურულ ცეცხლებს ვატრიალებს მოკლედ. აია, ბრავო. გურიაში მივდივართ. არგვეთაში გავჩერდით ყავაზე. მერე დოლაპში წავალთ, სოფელ ლიხაურში. შემდეგ იქნება სოფელ წითელმთაში, კომლი. ჩაის დეგუსტაცია გვექნება, გურული ჩაის დეგუსტაცია. სელფის რუბრიკაში ვისაუბრებთ ზოგადად ქართულ ჩაიზე. ეხლა ავიღებთ ყავას. მე და ჩემი ლაშა. წამო. ლაშას გასართობია სმარტში. აი ამეების გასინჯვა და აღმოჩენა იაპონური ფანტა იპოვა. ჯერ მე და ერთ კლუბს მემოს. აია, ორიგინალს ჯოს. გურიდან დაგიბრუნდებით. იმღერებ შენ ჩემო ლამაზო გურია. სიმღერებს ლამაზე. როდესაც ხალხია თბილი და ხალასი. როდესაც ეგლა და სიმღერა მძღურია. შენ გირჩევი წოდე, შენ გეტრფიცოდე, შენ ჩემო ლამაზო დადგბილო გურია. ლიხაურში ვართ უკვე ოზურგეთიდან რამდენიმე წუთის სავალზე. დები, ეკა და ლანა სალუქვაძეები არიან ჩვენი მასპინძლები და რესტორანს ქვია დოლაბი, რომელიც მათ გააკეთეს. სადაც არის გურული, მთლად კლასიკური არა, გათანამედროვებული კერძები და ცოტ-ცოტა თავიანთი მოფიქრებულიც, იმიტომ რომ მწირიაო თვითონვე წეღან ეკამ მითხრა გურული სამზარეულო და ჭირდება გადახალისება და ვნახოთ აბა რას გვაჭმევენ, რას შემოგთავაზებენ. ძალიან კარგი ეზოა და სიმწვანე გურული. ეკა და ლანა სალუქვაძეები. და ლანა უკვე საქმეშია. მომიყევით, ესე იგი, რა უნდა მაჭამოთ და მასვათ დღეს ძალიან ლაპარაკო და თან ერწყმი მომდის. გავამზადეთ ჩვენი საფირმო კერძები, დოლაბის, ეს არის ჩვენი ღორის ხორცის რულეტი. ხო. ჩვენებური ვერსია, თავის საკმაზებით, გამომცხვარია ხუმელში. სინჯობთ მოკლედ გურულ გემრიელობებს დღეს. ლიხაურში მოყვანილი და აქვე დაწურული. არა, კაია. ჩხავერი გურის სავიზიტო ბარათი ასე მგონია და თქვენც ახლა ამის გარეშე ხო? ვერ წავიდოთ. ასეთი კერძები რომ დააგინო. რაც ყველაზე მოთხოვნადი ამბავია ეს არის, ხო? ადგილობრივი პროდუქტით, რაც შეიძლება მეტად შეიძლება ჯანსაღი. ხო. და სახლის. ჩვენ ვცდილობთ რომ ყველაფერი ჩვენ ვიქონდეს სახლის, სახლში მოწვეული, მაგრამ ჩვენი სტუმრების სიუხვიდან გამომდინარე ცოტა ბოსტანში ხშირად ვეღარ შევდივართ. დედა კი გვეხმარებოდა, მაგრამ დედასაც რაც შეუძლია გვეხმარება, მაგრამ აი შუა სეზონამდე ყოფნის. მადლობა. უხვად დამისხა. ესე იგი ადგილობრივი ვენახებიდან, ხო, ამ სოფლის? ამ სოფლის ლიხაურის ჩხავერი. შვინიერი. რაღაც ნატურალური ღვინოს გავს ისეთ ფერზეა, გაუფილტრავი. აი, გაუფილტრავი ცოცხალი ღვინო. თან ისეთი მეღვინის დაწურულია, დათო დობორჯგინიძეს ძალიან შრომელი, პატიოსანი და ალალი ბიჭის, რომელსაც აი ყველაფერი გამოსდის იდეალურად, იმიტომ რომ ყველაფერს წრფელი გულით აკეთებს და გაგიმარჯოთ თქვენ და დათო დობორჯგინიძეს, შეიძლება ვესტუმროთ კიდეც აგენ. ჩვენ როლები გვაქვს განაწილებული, ეს ორატორობს, ლაპარაკობს ხსნის და მე საქმეს ვაკეთებ.
მე მიქნები დეგუსტატორი, როგორც ძალიან ყოველთვის. კარგი და ესე იგი, ჩემო ანა, ეს არის ჩვენი ბებიას. შექმნილი კერძი, რომელიც აი ალბათ, რავი, ძალიან დიდხანს ითვლის. ეს კერძი არის სუდგარიე, ასე ქვია ამ კერძს. სუდგარიე? სუდგარიე, გურული სახელი აქვს თლა, ასე ვიტყოდი. ჩათხილული соуსი ჩვენ გადავაკეთეთ შემდეგ, იმიტომ რომ ბები ამას აკეთებს, აი ნაკვერჩხალზე შეწოვდა ხოლმე. ხახვებს ქათმის ხორცთან ერთად. ეს соуსი მაგალითად არის ახლა ჩხავერის და ჯერ კიდე არ არის ისეთი ისა რა ქვია სეზონი ჩხავერის, ამიტომ ცოტა გურული ადესას შევაპარეთ. ცალკე გამასინჯელანა ცოტა. მოკლედ რავი, ძალიან გემრიელია, თქვენს გასინჯავთ, თვითონ კერძს ვამბობ და ჩვენ აი რაც შეგვეძლო გურული სიძველი არ დავივიწყე და ახალი შევმატეთ ამ კერძს, აი თქვენ უკეთესად. ჟავეც არის, ტკბილიც არის და აი ის ყურძნის ბადაგის თუ რა არომატი იგრძნობა, არ არის ტიპიური ტყემლის საწებელივით, არ გავს სხვათა შორის, უფრო ტკბილია. ყველა სეზონზე მუშაობთ? ყველა სეზონზე აქ ცხოვრობთ ჩვენ ანა და ეს დილით ჩვენ დაუშვათ შეიძლება ვიწყებთ მუშაობას 12 საათზე, მაგრამ ვიღაცა მოვიდა რომ ძილას აი უნდა კაი გურული ღვეზელი და მოვიდა 10 საათზე აქ. ხო ვერ გავუშვებთ ასე ცოტა. ამიტომ ეს არის ოჯახი, ეს არის ჩვენი სახლი და ეს რესტორანი არა და არც არასოდეს არ იქნება. იმიტომ რომ აქ რომ მოდის სტუმარი, მე მინდა იგზნოს რომ როგორც მივიდე თავის მეგობართან, თავის ნათესავთან, ბებია ბაბუასთან, საუბრის მანერაც და ტემპიც გურული გაქვს აქ. ლანა ყოფილა მხატო არის. გურულ ცეცხლებს ვატრიალებს მოკლედ ლიხავ. ვიწყებ უმზეური, რომელიც ძალიან საინტერესო соуსთან ერთად არის პრასის და ხახვის და აქვს ცოცხალი სალათი თხილით. ნახე პორცივი. ძალიან კაია. ბევრი გემოა ერთად. კიდე შევჭამ მოყვები. ბილია და ოდნავ სიცხარე დაყვება соуს თვითონ. ძალიან ცინცხალია და აი ძალიან ისეთი ფაფუკი ტიპია რა, ვერც გრძნობს, ნაზად გედება პირში და სალათი არის ისეთი კნატუნა, ხრატუნა, ფაქტურები იგრძნობა და ის თხილის არომატიც ნუ ძალიან უხდება. ძალიან განსხვავებული და საინტერესო კერძია, იმიტომ რომ ვცდილობ ხოლმე პარალელი გავავლო რაღაცეებთან, რომ აი რას გავს, როგორია, არ ვიცი რას გავს. მაგრამ გემრიელია. დასავლეთის კერძების გემოა ამაში. აი საკმაზი სანელებლები რა სიცხარე მოდის მაინც ეს არის რა მართალი არის არ გავს მაგრამ ისეთია რა ძალიან ქართულ გემოვნებაზე დასმული ამბავია ღორის რულეტი სხვათა შორის ღორის ხორცის კერძები უხვად არ გვაქვს ლაშა ეგრე არ არის მწვადი და ეს ხინკალი შერეული ფარში გავიგე მაგრამ აი ესე უმზეური კერძად რა არ არის ხოლმე ხშირად არის? ძალიან კნაწუნაკანი აქვს. ნახე, მჭრა ხორცი, ქონის ფენა და კნაწუნაკანი. ისეთ საინტერესო ფაქტურებს ქმნის. და რომ დაღეჭავ ერთმანეთს ისე უხდება. შიგნითაც გურული ამბავია საკმაზი. კაია, ბრავო. მოლოდინს გადააჭერვა. საკმაოდ რბილია და მქონი არ არის გამაღიზიანებლად ბევრი, მაგრამ სუყია, ძალიან სუყია. ჩხავენ. რომელიც არის ნატურალურ გემოზე, მჟავიანობით, ოდნავ მაღალი მჟავიანობით გამოირჩევა და ძალიან უხდება ამ ცხიმიან კერძებს, რომ განეიტრალოს და ჩაიტანოს. აბა გადავედი ფათამზე.
ძალიან მიყვარს ესეთი соусები კერძებში. соусების გემოები სხვადასხვაა და პირველ ლუკმაზე იგრძნობა ეს რაღაცა სხვადასხვა ბევრი გემო. განსაკუთრებულია ჩხავერის ბაზაზე მომზადებული соуს. უგემრიელესია. ქათამი არ არის ჩემი ხორცი. ამაში კიდევ ერთხელ დავწმუნდი. ცუდი არ არის, მაგრამ ოდნავ მშრალია ეს соусები, აბალანსებს ხორცის სიმშრალეს, მაგრამ რაღაც მომენტში შეიძლება პური უფრო გემრიელად ამოაწოდა. დიფივით შეჭამა ეს соуსი ცალკე. ერგია ჩვენი გულრული მოგზაურობა არ დასრულებულა. ვაგრძელებთ გზას. ახლა კი ლაშეს ჭამის დროა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ერთი კათხა ლუდი და შვენიერი ჩხავერი უკვე დალია, მაინც მდუმარეთ ცუდ ხასიათზეა. გურიაში განსაკუთრებული ჩაი მოდის, განსაკუთრებული მიკროკლიმატია ჩაისთვის, იმისთვის, რომ გემრიელი და ხარისხიანი ჩაი მოვიდეს. დღეს სელფის რუბრიკაში ვისაუბრებთ ჩაიზე, გავსინჯავთ ჩაის და ძალიან საინტერესო ადამიანებთან ერთად მოგიყვებით ბევრ რამეს. გურია პირველ რიგში ჩაისთან ასოცირდება და ციტრუსებთან და ჩაის გზას რო გამოუყვებით, კომლი არის ესეთი ადგილი, არაჩვეულებრივი ადგილი, წითელმთა, დაბალ წითელმთაში, სადაც ქალბატონების მიერ ქალების გაკეთებული, შექმნილი სივრცე დაგხვდებათ. მარიამ ადუაშვილია ჩემთან ერთად, მარიამის დედას ლიკა მეგრელაძესაც გავიცნობთ მალე. მე შეიძლება ითქვას დამწყები ვარ ამ მხრივ მთავარ მასპინძლობას ვერ დავიბრალებ, კეთილი იყოს თქვენი ფეხი კომლის მიწაზე. კომლი ალბათ ყველა მიცის ეს სიტყვა არის ასე ვთქვათ, ოჯახი, რომელიც ცხოვრობს ქალაქ გარეთ და ამ ოჯახში, რა თქმა უნდა, იგულისხმება რამოდენიმე თაობა, როგორც წესი. თვითონ სიტყვა თურმე კომლი მოდის კვამლიდან, ეტიმოლოგიით. იქ სითბოა, იქ ჩაის ადუღებენ, ჩაი უკვე მერე მოაქვთ, ღვინოს სვამენ, საჭმელია და ზუსტად ესეთი გარემო გვინდა რომ შევქმნათ ჩვენი სტუმრებისთვის. პატარა ექსკურსია გაგვიკეთე, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ადგილია. ეს პატარა ისინი კასრები არის, ოთახები, ხო? სტუმრებისთვის. ეს არის კაბინები, რომლებიც არის ნამდვილ ღვინის კასრებში მოწყობილი. ნამდვილია კასრები. დიახ, ანუ ეს კასრები კახეთში ვიყიდეთ და ყველაზე დიდი რაც იყო, ის ამოვარჩიეთ 11 დაახლოებით კვადრატული მეტრი არის შიგნიდან და მოწყობილი არის გადავაკეთეთ, ასე ვთქვათ, დასაძინებელ კომფორტულ კარვად, გლემპინგს, რასაც ეძახიან. კასრში შეძრები გემრიელად გამოიძინებ და გაიღვიძებ გომის მთის ხედზე და წინ გექნება ბამბუკების ტყე. დიოგენეს კასრი დავარქვით ჩვენს პირველ კასრს, იმიტომ რომ ალბათ იცით დიოგენეს ესე მარტივი ცხოვრება უყვარდა და ცხოვრობდა, მაშინ ალბათ ქვევრი იქნებოდა უფრო. მაგრამ ნუ ამბობენ რომ კასრში ცხოვრობდა. პატარა ოთახივით არის. ორი ადამიანი თავისუფლად ეტევა. დიოგენე სრახან ესე უყვარდა, ანუ ესე მარტივი ცხოვრება და განმარტოება პირველ კასრს დავაწერეთ, ანუ ესე ძველბერძნულად შეიცარი საკუთარი თავი. ანუ ეს არის ასევე ადგილი, სადაც შეიძლება რომ განმარტოვდე, წაიკითხო, იფიქრო და წერო. ძალიან ლამაზი ბაღია. ჩაის. ჩაის ბაღი, ჩაის ბუჩქები. დიახ, ეს არის ჩვენი ჩაის ბაღი. იქით ლამაზი ხეობა, რომელიც არის ფერდობზე. ეს არის საკმაოდ ძველი, კომუნისტების დროს ალბათ დაახლოებით დარგული იქნება 30-40-იანი წლების ბოლოს ვფიქრობ
და ეს ჩაის ბუჩქები იყო მთლიანად გავერანებული, ეკლებით დაფარული, როგორც უმეტესობა ბუჩქები დასავლეთში. ბევრმა არც იცის საერთოდ ჩაის ბუჩქი როგორ გამოიყურება და ისიც არიციან, რომ ჩაის შავი ჩაი და მწვანე ჩაი მზადდება ერთი და იგივე ბუჩქისგან. ეს არ არის სახეობებს შორის განსხვავება, არამედ არის დამზადების ტექნოლოგიების შორის განსხვავება. ანუ სხვადასხვანაირ ფერმენტაციის დაჟანგვის პროცესს გადის შავი ჩაი და მწვანე ჩაი და შესაბამისად პარალელი რო გავავლოთ, როგორც ყავის მარცვალს ხალავს სხვადასხვანაირად და სხვადასხვა გემოს იღებ, დაახლოებით ესეა ჩაიც. არის ძალიან ნაზი, რომ გადაგრიხო, ალბათ მიხვდები, რომ ანუ გადატყდება, ასე ვთქვათ. და რაც შეეხება თეთრ ჩაის რო ეძახიან, ეს თეთრი ჩაი მზადდება მხოლოდ ამ ნაწილისგან. ანუ ფუსელისგან. აი რა პატარა ნაწილისგან. ეს არის როცა თეთრ ჩაის როცა ეძახიან. და თეთრი ჩაი განსაკუთრებით ხარისხიანი და გამორჩეული. ჩაის გზაზე ჩვენი ობიექტი იმით გამოირჩევა, რომ ეს არის, ასე ვთქვათ, ყველაზე უფრო მარტივი წარმოება და ანუ ყველაფერი კეთდება ფაქტიურად ხელით. ანუ ჩვენ დანადგარებით თითქმის არ მუშაობთ. მე-19 საუკუნის ბოლოს, როცა პირველი ჩაის ბუჩქები შემოვიდა საქართველოში, საფრანგეთში მოგებულიც აქვს პრიზები ქართულ ჩაის, იმიტომ რომ მაშინ იყო პირველად ვინ შემოიტანა ჩაი საქართველოში, იყო ჩინელი ექსპერტი ლაო ჯონჯაო, რომელიც შემოვიდა 6 გემით და მან ასე ვთქვათ, იქამდე ხვდებით, რომ აი ჩაის ბუჩქი გურიელებს ჰქონდათ, ესე აჩუქებდნენ, მაგრამ თვითონ როგორ უნდა დაგემზადებინა ჩაი, რა უნდა გაგეკეთებინა, არავინ არ იცოდა. და ზუსტად ამ ლაო ჯონჯაოს დამსახურებით არის, რომ ეს ჩაი პირველად ნახეს, რომ ნამდვილად ისეთი ჰავა არის განსაკუთრებული საქართველოში, რომ შეიძლება რომ ძალიან კარგი და მაღალი ხარისხის ჩაი დამზადდეს. ევროპაში ვერცერთ ქვეყანას ვერ მეტყვი, სადაც შეიძლება რომ ჩაის ბუჩქები იყოს და იქვე მზადდებოდეს ჩაი. გურიაში არის მიკროკლიმატი. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ გქონდეს ჩაის მაღალი ხარისხი. ბამბუკი ყოფილა ბალახის სტრუქტურის, ბალახია, ხო, დიდი უბრალოდ. ხო, შეიძლება ითქვას, ეს არის გიგანტური ბალახი, რომელიც იზრდება ჰორიზონტალურად, ასე ვთქვათ, მიცოცავს და ერთი ცალი რომ მოჭრა, ამით არაფერი არ შეიცვლება, იმიტომ რომ ჩვეულებრივად გააგრძელებს გაფართოებას. ბრალდება. აი თითქოს პატარა არსებები ვართ და ვდგავართ ბალახებში. ხო, აი მისი მიწიდან ამოძირკვა საკმაოდ რთულია. აი თუ დააკვირდები ახლა ფესვებს, იქ ჩანს როგორ ესე გვერდულად იშლება. ჭრით ხოლმე, ხო, ხშირავთ ამ კი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ხშირავთ. აი თუ დააკვირდები, რომელსაც უფრო მუქი ლურჯისკენ ფერი აქვს, ისინი არის შედარებით ახალი ამოსული, ხოლო უფრო მომწვანოები არიან შედარებით უფრო ძველები. ასევე სისქით ხვდებიან, თუ რამ მერე უკვე სისქეშიც იწყებს გაზრდას და აკეთებენ სხვადასხვა სახის სანათებს, ჭურჭელს, ავეჯს. ლიკა მეგრელაძე, ვისთანაც ჩამოვედით, მთავარი გმირი და შემოქმედი ამ ყველაფრის, თუმცა მემკვიდრეობით მერი ვებოსგან გადმოცემულია, მე მგონი ჩაის ცოდნა და სიყვარული და ქართული ჩაის ბუჩქზე ვლაპარაკობდით ახლა ზუსტად, რა? ნახე რა სილამაზეა. ხო. ნახე რა საოცრება და ჯერ ამის სურნელი რა არის. დილით, კი, შეგიძლია დილით აქვს აი ეს საოცარი ახლა ცოტა შენარჩუნებულია, საოცარი სურნელი. ესეც აქედანაც შეიძლება ეთერზეთების გაკეთება, ჩაის თესლის ზეთი, ანუ ეს არის მთელი სიმდიდრე, რომელიც არანაირად აღქმული არ არის ჯერჯერობით. კომუნისტების დროსაც ჯარის, ციხეების, გულაგების, ანუ ეს იყო რაღაც ულუფა, გესმის, დღიური ულუფა შაქართან და პურთან ერთად და ჩაის გარეშე არსებობდა და იყო უზარმაზარი მოთხოვნა. და აი ამ ხელა მოთხოვნას საქართველო დაახლოებით 95% აკმაყოფილებდა. ყოველ წელს ხდებოდა მეტად და მეტად უხარისხო, იმიტომ რომ მოთხოვნა იზრდებოდა. ჩაი არის ჩინური კულტურა, ჩინეთიდან წამოვიდა და სადაც კი იზრდება, მათ შორის იაპონიაში, ინდოეთში, ყველა არის ჩინეთიდან წასული. ევროპაში, როდესაც კოლონიზაციის გავლენა ძალიან მაღალი იყო, ეს გემები, კოლონიური
აქედან შევიდა ევროპაში და გაიცნეს ევროპელებმა. პარალელურად ვრცელდებოდა ჩაი ხმელეთიდან, აუშუმის გზის გავლით. ქართველები ჩაის ძალიან დიდი ხანია მოვიხმართ. აღწერიდან ერეკლე მეორის ნივთების ნუსხაში ხო უკვე ფიგურირებს ჩაი, ფინჯანი, ლამბაქით, ჩაის საწურავი, ჩაიდანი, ანუ მეტყველებაში და ყოფაში შემოსული ეს ფინჯანი, ლამბაკი, ჩაისაწური, ჩაიდანი, ყავადანი უკვე ნიშნავს, რომ ქართველები ამ კულტურას იცნობდნენ, მაგრამ იცნობდნენ როგორც პროდუქტს. პროდუქტი იყო შემოტანილი და არა კულტურა და მოყვანილი უკვე. აი, კულტივაცია მაგ პერიოდში თითქმის აი ფაქტობრივად დაწყებულიც არ არის. ეს დიდი იმპერიები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, როგორ გამოეტანა და როგორ ბრიტანეთი დაწინაურებული, საფრანგეთიც ფაქტობრივად ცდილობდა ამას, პორტუგალია, ჰოლანდია და რუსეთი. და რადგან ჩვენ დასაუბედრო და სამწუხაროდ 1201 წლიდან ფაქტობრივად რუსეთის უღელის ქვეშ ვართ და ამ გავლენების ქვეშ ვართ საქართველოს, როცა ძალიან ზუსტად, როცა რუსეთს ძალიან უნდოდა ქონოდა საკუთარი ჩაი, სად უნდა დაერგო ის თუ არა საქართველოში. აქედან გამომდინარე ეს ქართული ჩაი, რომელიც ქართულ მიწაზე მოდის, არის რაღაცნაირად რბილი, სასიამოვნო, არამწარე და ბევრად განსხვავებული ვიდრე სხვა ქვეყნებში ჩაი. ამ კლიმატის აი როგორც დავუშვათ ღვინის შემთხვევაში, ეხლა იყიდებს ღვინის სამშობლო რო ვართ გავიგე, მაგრამ ჩაი რა მდგომარეობაშია? ჩემი სურვილია და არსებობენ ადამიანები, ჩაის ენთუზიასტები, რომლებმაც აი გადაურჩნენ აი ამ უზარმაზარ კოლაფს, როდესაც მთლიანად ჩაის სექტორი ჩამოირღვა და ჩამოინგრა და გაქრა ორბიტიდან. დედა, ანუ მერიბება იყო მეცნიერი, ხო? ანუ ნახე ან რაშია საქმე. ჩაი რომ განვითარდეს და ინდუსტრია რომ განვითარდეს, რომ ჭირდება კლიმატი და ადგილი და ბუჩქი რომ გაიზარდოს და ამას ჭირდება ასევე მექანიზაცია, ასევე მოვლა, ანუ კულტივირება და ბისი მოვლა პატრონობა, მაგრამ ასევე სამეცნიერო პოტენციალი. ეხლა მომიყევით უკვე რას უნდა დავაკვირდე და როგორ ხდება ჩაის დეგუსტაცია. აი ეს არის ჩაის დუყი, აი ნახე. ეხა უკვე სეზონი გადის, მაგრამ ვიყენებთ ჩაის ხო ძალიან ბევრი ფოთოლი აქვს. ზამ თითქმის 1 კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 10,000-მდე სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა ასაკის ფოთოლია და აი განსაკუთრებული იდეალური ჩაის მისაღებად მხოლოდ აი 5-დან 10%-მდე ვარგა. და ეხა ჩვენ ვნახავთ აი ესეთი რაღაც ელემენტარული განსხვავება, ყველაზე საინტერესო კითხვა ყოველთვის არის, რომ აი ჩაი ეს მწვანე ჩაის ბუჩქია თუ შავი ჩაის ბუჩქია? ეს არის ყველაზე ჩემი საყვარელი. ჩვენ უკვე ვიცით მარიამისგან, ჩაის ბუჩქი ერთია. ახლა დავაკვირდეთ ამას რა მოხდება აქ ჩემო მეგობრებო. 5-7 წუთი მაინც ჭირდება, რომ ის გაიშალოს, გაიხსნას და ასე შემდეგ. ევროპაში ახლა არის ჩაის ბუმი. ახალს იმ დონეზე აი ტალღაა გესმის, რომ და ნახე, ვიეტნამში კი არ უნდა წავიდე, შრი-ლანკაზე კი არ უნდა წავიდეს, ისედაც თავისი დატვირთული, რთული სამუშაო გრაფიკის ძალიან იაფად შეუძლია დამშავებდეს აგერ იმერეთში და გურიაში. დავალოდოთ ცოტა, დავამატებ წყალს და შეგვიძლია დავაგებო. კარგი. საბჭოთა ფენომენი იყო ძირითადად ჩაი, შაქრით, ლიმნით, რას და კარაქიან პურთან ერთად, რა, თაფლიან პურთან ერთად და ამის იქეთ ისეთი სიღრმეები აქვს ჩაის და ისეთი რაღაცები. შაქარი ისე უკარგავს გემოს. შავი ჩაი ეს არის, ნახე რა სილამაზეა. ანუ შავს, როგორც ღვინის ამბავი შეგრია, იცი, ჩვენ შავს ვეძახით. წითელია. და ესეა, ასევე მწვანე ჩაის ბევრი სხვადასხვა გრადაცია არსებობს და განსხვავება, მთავარი განსხვავება მათ შორის არის ეს ფერმენტაციის პროცესი, ანუ დაჟანგვა.
ანუ ეს არის დაჟანგვის შედეგად მიღებული, ფერმენტირებულია და ეს არის ფერმენტაცია სპეციალურად არის შეწყვეტილი. ეს ხდება ორი სხვადასხვა ესეთი მეთოდია, დაორთქლის მეთოდი და მოხალვის მეთოდი. რომ მოდიან ხო? ვაიმე, ეს ჩაი შეიძლება ცოტა მოუკრიფო და წავიღო და სახში გავაკეთო. ანუ მეთქი ფოტოში ეს იტანა არ არის, რომ წყალი დაასხა. ანუ ეს მთელი პროცესია და რა ვიცი, აბა დავაგემოვნოთ ახლა და დავაგემოვნოთ. ძალიან კარგია. ამ გარემოში, ამდენი ისტორიის შემდეგ. თქვენ ახლა უნდა მითხრათ, ლიკა, რას დავაკვირდე? ტექნიკურად ძალიან გავს ღვინის დეგუსტაციას, როდესაც იწყება ეს ფერი, გამჭვირვალე, ნუ აქედან აღქმა. გემოც დიდხანს რჩება. გენ ზუსტად ამაში. ტოვებს არომატს. ასეა ნამდვილად. რეცეპტორებში, აი რაღაცა ზუსტად ეგრეა, რომ მე რასთან მიდის და სხვათა შორის სიტყვებით და ფრაზებით, რაც ღვინის და ფაქტობრივად აქ არის. არომატი აქვს საოცარი, ჩემთვის უფრო არომატულია ვიდრე მწვანე. არომატული, არა, განსხვავებული ტონებია. განსხვავებული ეს ტონებია. უფრო სიტყვოსკენ მიდის, იცი რაღაც კარამელიზებულია, უფრო ეხლა ძალიან ჩემთვის წარმოუდგენელი ამას შაქარი როგორ უნდა გავუკეთო, იმიტომ რომ ამას აი ეს სირბილე ხო. და ეს რაღაცნაირი განსაკუთრებული აქვს გურიაში საქართველოს ჩაის ზოგადად, რომ ეს არ არის ზედმეტად ძალიან ხალისობ ხოლმე, მაგალითად ბრიტანელები რა სამყავს ტომრად და რო შევთავაზებ ჩაის და მოყოლები რომ ზე თუ შეიძლება დავანებო ის რა მოდი გასინჯა შენთვის გარეშე და მე ვილაპარაკოთ. ხო. აუ, ზღაპრულია. ამით მე მგონი დროა რომ ეს ნაწილი მოვრჩეთ. ძალიან საინტერესო რუბრიკა გამოვიდა. სელფის რუბრიკის ფარგლებში ვილაპარაკეთ ჩაიზე, ქართულ ჩაიზე. რაღაცა ინსპირირებული ვარ და იმედია სხვებისთვისაც იქნება ვიღაცა მოიფიქროს და უფრო მეტი ხელი მოვკერა, ხელი შევალოთ. ხელი შეავლოს. კომლში არის ასევე farm to table კონცეფცია კვების და კიდევ უნდა ჩამოვიდეთ გადაღებაზე. ესეთი მაგარი ქალი მასპინძლები ყვავდნენ დღეს. სხვადასხვა თავების ქალები. მერიბებო აღარ შევაწყოთ.